გავაგრძელოთ, მოკლედ აქ კაბელის ბრალი იყო, შევცვალე მე კაბელი და ჩვეულებრივად გააგრძელდა მუშაობა. ნახეთ, ჩავწერ ახლა და მოდი ხელახლა გავიაროთ დებაგირების ეტაპი. სანამ დებაგირებას გავივლით, მოდი აი ესეთ რაღაცას გავაკეთებ. თუ ნახოთ იდეაში როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი ამ ყველაფერს დავაკოპირებ. და დავწერ ესეთ რაღაცას. თუ მაგალითად pin A0 უდრის 1-ს ანუ ეს უდრის 1-ის დაწერა არც არის საჭირო, რადგან თუ 1-ის ტოლია ჭეშმარიტად აღიქავს პირობას, თუ 0-ის ტოლი იქნება, მაშინ სადარად, მაგრამ მოდი ესე დავტოვოთ თვალსაჩინოებისთვის, აი ეს ყველაფერი დავაკოპიროთ. აკეთ ესე ძალიან არ გვინდოდა. და ვნახოთ იდეაში როდის შემოვა ჩვენთან ეს ხო აქეთ pull up იმეწერა, ეს შევცვალე უბრალოდ და გაჩვენებთ რატომაც შევცვალე. მოკლედ ახლა კოდი ჩავწეროთ, break point-ი დავსვათ, არ დაგვავიწყდეს. აი აქეთ გადმოვიდეთ break point-ზე, ნახეთ default-ად input data register-ში მაქვს ერთიანი. ჩამოვდივარ, სულ ერთიანი მოდის, ხოლო როდესაც ღილაკს დავაწვევი, აბა ახლა სულ შემოდის ხო აი ამ ფუნქციაში if-ში. შესაბამისად, მოდი გავაკეთებ ახლა ესეთ რაღაცას, რომ ღილაკს დავაწექი ხელი და აი აღარ შემოდის ამ ფუნქციაში. ფუნქციაში არა, if-ში. რადგანაც აქ input data register-ზე A0-ზე მაქვს 0-იანი. ავუშვებ ახლა ხელს და ვნახოთ რა მოხდება. აი გადაკეთდა ერთიანი. ახლა აქეთ შევცვალე ესეთი რაღაცა pull down-ი. მოდი ნახოთ რას წარმოადგენს pull down-ი. Pull down-ის შემთხვევაში რა ვარიანტი გვექნებოდა აქეთ. ისევ break point-ამდე მოვიდეთ და default-ად თუ ერთიანი მოდიოდა ხოლმე pull up-ის შემთხვევაში, გახსოვთ ხო ალბათ pull up-ის და pull down-ის წინააღმდეგები როგორ იყვნენ. თუ კი ერთიანი მოდიოდა, ახლა უკვე 0-იანი მოდის, რადგანაც pull down-ის შემთხვევაში ground-დან იღებს, ხოლო pin-ზე თუ დავაწვევი, ანუ ახლა ნახეთ, მოდი ჯერ ნახოთ, რომ არაფერი არ შემოდის. ღილაკს დავაწექი ახლა ამ წამს, მაგრამ მაინც არ იღებს, რადგანაც ალბათ, მოკლედ ჩვენი პროცესორის, აი ეს ფოტო ვნახოთ, ღილაკი დაკავშირებული არის ალბათ ერთი ნაწილი GND-სთან, ახლა აქ არ ჩანს, ხო? GND-სთან არის და იმისთვის რომ მაგალითად მე ღილაკის დაფიქსირება გავიგო, ეს აუცილებლად უნდა მქონდეს pull up-ი. რადგანაც მოდიოდეს ერთიანი GPIO 1-ზე და თუ დავაწვევი ღილაკს, ასეთ შემთხვევაში მოდიოდეს 0-იანი. აი, ხელახლა გავაკეთებ ამ ყველაფერს. ნუ იგივე იქნება ყველაფერი. რაც უკვე გავაკეთეთ, ესე იგი, თუ კი გადავდივართ, მოდი ესე ინსტრუქციებს გამოვტოვებ, რომ ფუნქციაში არ შედიოდეს, ანუ ყოველ ჯერზე აი ესე აკეთებს, თუ დავაწექი ღილაკს, ანუ ახლა აი დავაწექი, 0-იანი გახდა და აი აღარ შემოდის if-ში. ესე იგი, ჩვენი GPIO-ს კონფიგურაცია ფაქტიურად ამით ძირითადი ნაწილი დავასრულეთ, ანუ ის ნაწილი, რომელიც კონფიგურაცია იდეაში სწორად კეთდება, ანუ აქ ნებისმიერი GPIO-C შემიძლია დავწერო, ხო? შემდეგ შემიძლია აქ pin 13 დავწერო, რადგანაც pin 13-ზე ვიცი რომ LED natura არის, input-ის მაგვირად GPIO დაბლატირე mode-ი, output-ი იყოს. აქეთ კიდევ რა გვაქვს? Pull up-ი, pull down-ი, მოდი push pull-ი იყოს, მოდი აი აქეთ ოღონდ GPIO pin output type-ი და ეს output type-ი, აი რეგისტრიც ვნახოთ თავდაპირველად output data ეს output data registry არ მინდა, output speed registry არ გვინდა, აი output type registry, ხო? Open drain და push pull. Push pull იყოს. მოდი push მოდი აქეთ მოვძებნი push pull-ი საერთოდ არ მიწერია მე მგონი. ხო, არ მიწერია. მოდი ესეც გავაკეთოთ, ესეთ რაღაც დავაკოპიროთ. არა, აი,
ესე წერებია. კი ბატონო, მიწერიო. GPIO output type push pull. output ტიპი იყოს push pull-ი და აი ნახოთ ახლა რა მოხდება ესეთ შემთხვევაში, ხო? ანუ ამას აზრი აღარ აქვს. და საერთოდ ეს მოდი ამ ეტაპისთვის ეს წავშალოთ, ამას და კომენტარში დავაკეთებ. და всё, წესით ყველაფერი მზად არის. ახლა გავუშვათ ეს ჩვენი კოდი და ვნახოთ როგორ იმუშავებს. ანუ აქ break point-ამდე ვერ მოდის, რომ ესეთი warning-ი გამომიცხო ჩემმა ედიტორმა. გადავიდეთ მოდი GPIO-C-ზე. მოდი ჯერ RCC ვნახოთ საერთოდ. AHP1 enable registry, ანუ აქამდე თუ A-ს ვიყენებთ ახლა აი აქეთ. ანუ C უნდა გააქტიურდეს. მოდი აბა მივყვეთ სათითაოდ კონფიგურაცია აიღო. A გააქტიურა. I რატომ გააქტიურა? GPIO-C მიწერია. აქეთ ვეუბნები რომ GPIO-C გააქტიურა. ხო, მოდი მაშინ აქეთაც ეს ჩავწერო. აი, ახლა გავუშვებ. და საერთოდ ეს ჯობია ხოლმე, რომ წავიღოთ და init ფუნქციაში ჩავსვათ აი აქეთ. რომ GPIO-C კი არა, არამედ აქეთ უნდა გაიწეროს b GPIO handle GPIO-X და enable გახდეს. აი ესე ჯობია, რადგანაც აი აქ აღარ დამჭირდება main-ში. და init-დან დაიწყებს პირდაპირ ამის გააქტიურებას. მოდი ხელახლა ჩავწეროთ ეს ყველაფერიც. დავიწყოთ, ესე იგი, კონფიგურაციები ავიღეთ, შევედით უკვე init-ში, პირველი რაც ხდება. ინიციალიზაცია ამოწმებს GPIO-A არ არის, B არ არის და C-ში C არც მიწერია. აი. რატომ არის დებაგირება კარგი? რამდენ შეცდომას გვაპოვნებს. ხო, ანუ ბევრჯერ რაღაცების გაკეთება, ნახეთ როგორ კარგად მეხმარება. ძალიან მცირე წვრილმანი ესეთი შეცდომების გამო შეიძლება იმდენი დრო დაგვეხარჯოს, რომ ჯობია თავიდანვე მიაქციოთ ყურადღება. C-ში უკვე შევიდა და აი თუ დააკვირდებით, ისევ A გააქტიურა, რადგანაც აი ეს enable-ის შემთხვევაში ყველაზე A-ს ვააქტიურებ. აქეთ ვეუბნებთ, რომ C გააქტიურა. კიდე რაიმე შეცდომა არ მქონდეს, გავგიჟდები უკვე. ესე იგი შემოვიდა და აი უკვე C გააქტიურა enable. შემდეგ ნახოთ როგორ გაწერს კონფიგურაციას. გადავიდეთ. modder-ზე, ესე იგი მე-13 output-ი უნდა გახდეს. მოდით უბნებავთ output-ი ვნახოთ. output-ი არის ერთიანი უნდა გაწეროს მე-13-ზე. გაწერა ერთიანი მშვენივრად. ამის შემდეგ output type-ზე push pull-ი რადგანაც გვაქვს. ნახოთ რა სიზავს. აქ მე-13-ზე push pull-ი ნოლიანი იყო და ამიტომ არაფერი არ გაწერა. speed register-ზეც არაფერი არ გვაქვს. pull up pull down-ზეც მე მგონი არაფერი არ გვაქვს, ესეც არ შეიძლება. და всё, აქეთ გამოვედით. ამ იერიდან უკვე ჩვენ რა დაგვრჩა, ხო? უნდა დავწეროთ უკვე პინზე როგორ გავაგზავნოთ ინფორმაცია. თუ გნებავთ ჯერ თქვენით ცადეთ, როგორ შეიძლება გავაკეთოთ ეს ყველაფერი, თუ კი რაღაცები ცოტათი გავიგეთ, ანუ აი ეს ფუნქცია დაგჭირდება უკვე. რომ დავწეროთ, აი დავლა გავაკეთებ აი ამ ფუნქციას, ეს აღწერაც გავუკეთოთ. read არა write the data to the GPIO pin. ცვლადები რა გვაქვს ეს და ასევე გვაქვს პარამეტრებში ესე იგი აქ
უნდა დავწეროთ ისეთი რაღაცები, რომ მივიდეს GPIO output data register-ზე და ჩაწეროს ერთიანი. საბოლოო ჯამში, ანუ როგორი რაღაცა მოხდება, ხო? clock-ი გააქტიურებულია, ყველაფერი გააქტიურებულია, რეალურად ახლა მოდი ვნახოთ output data register-ზე რა ხდება. აქ რო ჩავწერო მაგალითად 0-იანი შემთხვევაში ახლა ანათებს, ერთიანი რო ჩავწერო, ახლა ჩაქვრა. 0-იანზე ანათებს, ერთიანზე ჩაქვრა. მოკლედ ეს არის, შემდეგი ვიდეოდან უკვე დავიწყებ და დანარჩენ ფუნქციებს დავასრულებ. იმედია ეს ყველაფერი გავიგეთ. თუ არა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ კომენტარებით დამიტოვოთ, გავარჩიოთ კოდი, ხელახლა გავივლით თუნდაც რაღაცებს, უბრალოდ თუ დააკვირდებით, შეიძლება რაღაც მომენტებში ერთი და იგივე რაღაცა გაიგეთ ხოლმე, მაგრამ მაქსიმალურად კიდევ ვცდილობ, რომ ღრმად, საფუძვლიანად გავიგოთ, გავიაზროთ და ყველა დეტალები გავიაროთ, რომელიც კი შეიძლება იყოს რეგისტრებში ერთიანების ან ნულიანების ჩაწერა, რატომ შეიძლება ხდებოდეს, როგორ შეიძლება ხდებოდეს და ასე შემდეგ. არ მეზარება, ყველაფერი შეგვიძლია გავიაროთ და ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. მოკლედ, შემდეგი ვიდეომდე დაგემშვიდობებით, შემდეგ ვიდეოზე, როგორც უკვე გითხარით, აი აღნიშნულ ფუნქციებს დავწერთ. თუ გნებავთ წინასწარ მოამზადეთ ესეთი ცარიელი შაბლონები, თავისი აღწერებით, რომ გავალამაზოთ ეს ყველაფერი და გადავიდეთ უკვე მერე კოდის წერაზე. მოკლედ, შემდეგ ვიდეომდე დაგემშვიდობებით ახლა.